მოგესალმებით ძვირფასო მშვილდოსნებო, ეს ვიდეო არის თქვენთვის და თქვენს განსაკუთრებულ ქარიზმაზე ვისაუბრებთ დღეს. ამ ვიდეოს ჩაწერისათვის ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ვინაიდან თქვენ იმდენად შთამაგონებლები ხართ, რომ საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. თუმცა, რომ ჩავეტიოთ ვიდეო ფორმატში, მოდი მთავარი თეზისები გამოვყოთ მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის. ისინი კი ასე ჟღერს: ჭამე, ილოცე, შეიყვარე. რა თქმა უნდა, ბევრს გაგახსენდებოდათ ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომელზედაც ძალიან კარგი ეკრანიზაცია მოხდა. ეს ფილმი თვითონ უკვე მეტყველებს შვილდოსნის განსაკუთრებულ ბუნებაზე. შვილდოსანი, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფოსი ზოდიაქოს წრეზე, ყველაფერს ფილოსოფიურად აზრიანად უდგება. ეს აღარ არის უბრალოდ ფიქსირებული სიღრმისეული მიდგომა, როგორც მორიელს ახასიათებს. ეს არის, რომ მე ჩემი თავი გამოვიკვლიე, ჩავუღრმავდი, მაგრამ ჩემს მიღმა რა არსებობს, ახლა მე ეს მაინტერესებს. ამიტომ ფრთები უნდა გავშალო და უნდა გავფრინდე. ჭამე, ილოცე, შეიყვარე. რას ნიშნავს ეს მშვილდოსნისათვის? რას გვეუბნება ეს მის ენაზე, მის ფილოსოფიურ ენაზე? მშვილდოსნისათვის ჭამა ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არაა მხოლოდ. შვილდოსნისათვის ჭამა ეს არის ამ ცხოვრების გემოს გაგება. ეს არის გამბედაობა დააგემოვნო ის, რისი გემოც ჯერ არ იცი. ეს არის ეგზოტიკა, ეს არის უცხო კულტურები, ეს არის უცხო რელიგიები, ეს არის უცხო თვალთა ხედვა, მსოფლმხედველობა, ეს არის ყველაფერი, რაც მსოფლმხედველობას აფართოვებს. ამიტომ შვილდოსნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მოგზაურობა, როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე მეტაფორულად გადატანით მნიშვნელობით რო ავიღოთ. ყველაფერი ის, რაც საზღვრებს მიღმა არის, მისთვის საინტერესო არის, მისთვის შესაცნობი არის და მისთვის დასაგემოვნებელი არის. ილოცე, რას ნიშნავს ილოცე მშვილდოსნისათვის? ეს ნიშნავს ცხოვრებისეული აზრის და აზრისის ჩაცდომას. ეს ნიშნავს არა უბრალოდ რიტუალურ, რელიგიურ მოქმედებას, არამედ გაცნობიერებას, დაფიქრებას იმაზე, რომ ჩვენს მაღლა, ჩვენს მიღმა, ამ საზღვრების მიღმა არსებობს უზენაეს. მატერიის მიღმა არის ის, რაც ჩვენ გვასაზრდოებს. რასაც მატერიას თავის სიმყარეს აძლევს. უძრავი მამოძრავებელი, როგორც არისტოტელე იტყოდა. ამიტომაც მშვილდოსნები განსაკუთრებულად მაძიებლები არიან. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ მაძიებლობა, ეს უფრო მეტად მისიონერობას გავს. ისინი იდეალური იდეოლოგები არიან და ყველაზე კარგად შეუძლიათ ნათელი იდეების გაზიარება და გავრცელება. ილოცე შვილდოსნისათვის ეს ნიშნავს მოეპოვო ის სიბრძნე, ის სიბრძნის კომპასი, რომლის მეშვეობითაც შენ ყოველთვის იცი, რა მიმართულებით მიდიხარ და ამ კომპასით ეხმარები სხვებს, რომ სწორი მიმართულებით წავიდნენ. და ბოლოს შეიყვარე. ვის თუ არა და ჩვენ ძვირფას მშვილდოსანს შეუძლია, რომ ჭამოს და ილოცოს და ყველაფერი ეს ჩვენ შეგვაყვაროს. მშვილდოსანი ეს არის უდიდესი სიბრძნის სიმბოლო. ეს ადამიანები თუ გადახედავთ თქვენს გარშემო არიან ის პიროვნებები, რომელთა აზრს ყოველთვის ითვალისწინებთ, რომელთა იდეების მოსმენა ყოველთვის საინტერესო არის. მათი იდეები, ოპტიმიზმი და პოზიტივი იმდენად ფართომასშტაბიანი არის, რომ ცას წვდება და ცდება კიდევაც. შვილდოსნებო, ძვირფასო მშვილდოსნებო. მადლობა თქვენ განსაკუთრებული ქარიზმისათვის, რომლის მეშვეობითაც გვეხმარებით შევაერთოთ და გავაერთიანოთ ინი და იანი, ზეციერი და მიწიერი, ჭამა და ლოცვა. შევიყვაროთ ეს და გავხდეთ ერთი მთლიანობა. მადლობა თქვენ ყურადღებისათვის
და მეტი საინფორმაციო ვიდეოების მისაღებად გამოიწერეთ გვერდი. წარმატებები და bon voyage, ძვირფასო მშვილდოსნებო.